დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა განვიხილოთ თემა, რომელიც ბოლო დრომდე აღიქმებოდა უპირატესად გარემოს დაცვით საკითხად, მაგრამ ახლა სულ უფრო აქტუალური ხდება მედიცინისთვის, კლიმატის მეცნიერებისა და საჯარო პოლიტიკისთვის. ეს თემაა მიკრო და ნანოპლასტიკი და მათთან დაკავშირებული მზარდი რისკები. 10 წლეულების განმავლობაში პლასტიკით დაბინძურება ხილულ პრობლემად გვეჩვენებოდა, ბოთლები სანაპიროებზე, ნარჩენები ოკეანეებში, ნაგავი ნაგავსაყრელებზე. თუმცა ბოლო აღმოჩენები მიუთითებს იმაზე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგები ახლა ვლინდება იმ მასშტაბებში, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, მიკრო და ნანომასშტაბებში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პლასტიკი ადვილად არ განიცდის ბიოდეგრადირებას. მზის რადიაციის, ტემპერატურული მერყეობისა და მექანიკური ზემოქმედების შედეგად გაქრობის ნაცვლად, პლასტიკური მასალები განუწყვეტლივ იშლება უფრო და უფრო პატარა ნაწილებად. პლასტიკი არ ქრება, ის იცვლის მასშტაბს, ხოლო როდესაც მასშტაბი იცვლება გარემოსთან მისი ურთიერთქმედების ბუნებაც. დღეს ეს ნაწილაკები გვხვდება საკვებში, რომელსაც მივირთმევთ, წყალში, რომელსაც ვსვამთ და ჰაერშიც კი, რომლითაც ვსუნთქავთ. ისინი აღმოჩენილია ყველაზე დაშორებულ ადგილებში, ხელუხლებელი მთის რეგიონებიდან ოკეანის სიღრმეებამდე და ადამიანის ორგანიზმშიც. ჩვენს დისკუსიას დავიწყებთ ფუნდამენტური კითხვით: რა ხდება მაშინ, როდესაც გამძლეობისთვის შექმნილი სინთეზური მასალა ხდება გარემოს პრაქტიკულად მუდმივი კომპონენტი და ჩვენი სხეულის ნაწილი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ გამოვიყენებთ ინტერდისციპლინურ მიდგომას და საკითხს რამდენიმე სამეცნიერო დისციპლინის ჭრილში განვიხილავთ.